დირას ხმას არ მაღუძებს, ვიბრაცია მაღუძებს. ვიბრაცია იმიტომ მაღუძებს, რომ გზნობ რა, ანუ ტელეფონი მოძრაობს. ხო და ხმა იმიტომ არ მაღუძებს, რომ ხმა არ მისმის. ხმების გარეშე ცოტა სიამოვნებაა, ცარიერია, ან ხმები გესმის რაღაცებს რა, რაღაცა გიხმ, მაგრამ აი ცარიერია. და აი ხმებს ვისმენ, სასიამოვნოა რა. ეს ხმეთიდან არის საჩქარი და ეს ასაშე ბუნებრივი ხმები რა. ხალხან იმედი გაქვს, რომ აპარატი გაიკეთო, დიეთო გაიღუდებს. რადგან შეამოვნებს ხმები და გინდა რომ მოისმინო. მე ვარ უკან სხიტაზე. 14 წლის. ჩემი ოჯახი არიან მამა, ზიადი და დედა ერინა. ბებიო ციცობებო. სადა ხარ ბებო ამდეხა ზაგაგვიანდა. ჩაიგინდა გამზადებული. ძმა ნუგო. ჩემს მისგან გასხვადებით საქციელებით. ჩემს ბაფოცეკი და ჯიუტი უფაბაზებს ადამიანებს ვიდრე მე. მეც მაბრაზებს ხოლმე, მაგრამ პატიო ხომ. გონიამ კლასში მეც მაგ შეჯიბლი. ანუ ადაგროთა და წავდა მალტა სკოლაში ხო? არა, დღეს ვაცდენ. გავეთხოვე. ბებო, ბატონო, აუ ჩადა ჩამოვიტანე რა. ეხლავე. ყველაზე მეტი მეგობარი მყავს, სადაც დავდიო ხატვაზე, კაბუზე და სკოლაში. სკოლაში ძალიან კაი უთუთებები მაქვს. არა შეხა ის წავა თუ დატანჯას, მაგრამ მეგობრები გეყურება და პედნიერი იქნება. ვისაც შემნაირი პრობლემა გვაქვს, მინდა უჩიო რომ ბავშვები დაუჯეროს მშობლებს, იმიტომ მშობლები კარგად იციან. მშობლებს დაუჯეროს ცხოვრებაში უფრო წინ წავლენ და ეს ბავშვი უფრო ბედნიერი და მხიარული იქნება, რადგან ისწავლის და გაიგებს ამ საყოველში რაც ხდება. როცა პატარა ყავი არაფერი არ ვიცოდი. და როცა ამისმე და ყუში წამიყვანეს საავადმყოფოში დედა და მამა. მე ოპერაცია გამიკეთეს. ხო და მეხმარებოდნენ და ესწავლებდნენ ჩემთვის როგორ უნდა გამეკეთებინა ეს აპარატი, როგორ უნდა მესწავლეს აპარატი და ძალიან მეხმარებოდნენ მამა და დედა. ის ვი შეს თავაზა. როცა პირველად მეკეთა აპარატი, სათავეცად ეს რა იყო, უბრალოდ ვიცოდი ეს ხმას აზრიებდა რა და ხმას უჩვიდა. ჩემთვის უცნაური იყო ეს ქართული ენა. იმიტომ იყო უცნაური, რომ არ ვიცოდი რა ეს ენა. როცა ლაპარაკობდა, უცნაურად მესმოდა რა. ხო და როცა შევედი ეს ფონში, ვსწავლობდი, მეცნობოდა, იმიტომ რომ ადამიანი როგორც ლაპარაკობდა, ისე სწავლობდი მეც რა. და ჩემთვის უცნაური იყო უცხო ენა. მაგრამ ჩემთვის მაინც ნაცნობი იყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ეგრე ლაპარაკობდა. სანატრსა ფრიანასა. ზევში შემოდიო. მინუს რომელი წინადი გადაგვაქვს? პირველი გადადის. სწავლის პროცესი არის რთული, მაგრამ თუ შრომას დავდებს, მოტივი იქნება. ჩემთვის პირველი სიტყვები იყო გამარჯობა, როგორ ხარ, ნახვამდის, აია. როცა დავიწყე ლაპარაკი, დედას ძალიან გაუხადა. აი როგორც პატარა ბავშვები ლაპარაკები და სიარეს ეწება, ესე გაუხადა დედაჩემს. აიო ყოფილიყო გონი მე მოახერხებდით ამ ლაპარაკს, უფრო გაუჭირდებოდა ძალიან დედაჩემს, რომ ევადიშებინა. იმიტომ მასწავლებელი არ იყო, არის ისე რომ როგორ უნდა ესწავლებინა ჩემთვის. და ეს აია იყო, რომელიც მასწავლა ეს ლაპარაკი და დამეხმარა. დაახლოებით 7 წელი დავდიოდი აიაში, ეს მესწავლა ეს ყველაფერი. აიდან დავდიოდი, ჩემნარებიც იყვნენ, თუმცა კარგად მეგობრობდით და ერთად ვსწავლობდით. აი, ავაკავით, ხოლმე.
როცა და ჩემი გოდით აღარ იყო ცოტა შეიცვალა ცხოვრება მაგრამ მეხმარება მამაჩემის დღეს მე შემიძლია ჩემ თავს მიხედო და შემიძლია რაღაცები გავაკეთო კაბუძე დადივა სიამოვნებს ეს ბუთის ხმები სიამოვნებს ეს ფანების мотиваციების ხმები და ყვირილი ადამიანები უფრო мотиваციას გვაძლევს და უფრო მინდება კარგუთი ვითამაშო მე პირობა თავდებ და მჯერა ჩემ თავსო პარტნიორი კაპიტელი გამოვალ მიუძღვნი ჩემ წამატებას ას გადავლახე ეს აია ჩემი შობები და ჩემი ოჯახის წევრები მოვედით აიაში გავაჯობოთ ლუკა როგორ ახარ კარგად ხარ გამარჯობა როგორ ახარ კარგად აი ზუსტად ლუკას მოსვლამ დღეს ფონდში აი ამოატიპტივა და ჩემს მეხსიერებაში გადაშალა ის ფურცლები რაც უკავშირდება 2016 წელს როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავხმარებოდით ამ ბავშვებს ვისაც აქვს პრობლემა სმენის და გაკეთებული ჰქონდათ კოხლიარული იმპლანტი იმპლანტი ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო და ეძლევათ ბავშვებს იმის საშუალება, რომ ადაპტირებული იყვნენ სამყაროსთან, მაგრამ იმპლანტთან ერთად აუცილებელი არის რეაბილიტაციის გზა გაიარონ ბენეფიციარებმა. სწორედ აი ამ პერიოდში გაჩნდა იმის სურვილი, რომ რაღაცნაირად დავხმარებოდით ამ ბავშვებს. შეიკრიბა გუნდი აიას თერაპევტები და დავიწყეთ მუშაობა. პირველი ეს იყო ლუკა და მისი მეგობრები, რომლებსაც ახალგაკეთებული ჰქონდათ ოპერაცია, ახალჩადგმული ჰქონდათ იმპლანტი და აი იცით გაუყვალავ გზაში დავიწყეთ მოძრაობა. დავაჯობოთ როგორ ახარ კარგად ხარ მეც კარგად რაშვები რა ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით ლუკა ჩვენთან რომ მოვიდა იყო ძალიან პატარა 3 წლის მას უნდა ესწავლა სამყაროს ხმების ამოცნობა აღქმა და შემდეგ ამ სამყაროსთან საუბარი და ურთიერთობა და აი სწორედ აქედან იწყება აუდიოვერბალური თერაპიის მნიშვნელობა რომელიც პირველი თერაპიაა ჩვენს ფონდში, სადაც ბავშვები, რომლებიც მოდიან კოხლიარული იმპლანტაციის შემდეგ, ვიწყებთ მათთან ერთად სამყაროს შემეცნებას. ჩვენი სლოგანიც ეს იყო პირველი დაარსებიდან, რომ მე მინდა მესმოდეს სამყაროსი. პირველად, როდესაც ბავშვი მოდის ჩვენთან, მართალია უკეთია კოხლიარული იმპლანტი, მაგრამ მას გამოცდილებაში სმენითი გამოცდილება არ აქვს. მან არ იცის სამყაროს ხმები, ის ვერ აღმოაჩენს მას, ვერ დააკავშირებს, შემდეგ ვერ გაარჩევს მათ მნიშვნელობებს და შესაბამისად ჩვენ ამ თერაპიულ პროცესზე მათ ვასწავლით ამ ყველაფერს და სწორედ ეს არის საწინდარი იმისა, რომ მან განავითაროს მეტყველება ბუნებრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ. სტარტი აქ იწყება აბა ყურადღებით 56 ჩემი მისია როგორც მეტყველების თერაპევტის ამ ფონდში დაარსების დღიდან არის რომ ვიზრუნო ბავშვთა მეტყველებაზე რათა გამართული იყოს ეს მეტყველება ლექსიკურად მრავალფეროვანი იყოს წინადადებების წყობა სწორი იყოს შეძლონ საკუთარი აზრების ემოციების გრძნობების გამოხატვა შესაბამისად თავს გადახდენილი ამბების თხრობა თორიანი ზამთარი იყო ავრე წისქვლიში ხორბალი ჰქონდა წასაღები. როდესაც დავიწყეთ პირველად თერაპიები, სწორედ აი პირველი მერცხალი იყო ლუკა.
და ჩვენც ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ახალფეხადგმულები ვიყავით, აუდიოვერბალური თერაპია, როგორც ასეთის, როგორიც უნდა იყოს ზუსტად აუდიოვერბალური თერაპია, სწორედ მაშინ იყიდებდა ფეხს საქართველოში და ჩვენც მაშინ ჯერ კიდე რაღაცეებს ძველი გამოცდილებით, რაღაცეების სიახლეების სწავლით, მაშინ ვიწყებდით და მახსოვს როგორ ვფოთოვდით, ვღელავდით თითოეულ თერაპიაზე, ერთმანეთს ვუზიარებდით, შედეგებს ერთმანეთს მერე ვაცნობდით, აი ეს ჩემთან ესე გააკეთა, შენთან როგორ გააკეთა. ჩემი ბიჭი. ციცობებო მახსოვს ისე კარგად ამბობდა ხოლმე დედა, მამა ციცობებო. აი ძალიან საყვარელი იყო, ძალიან მონდომებული იყო. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ყველაფერში და ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად. აი ზედმეტად წესიერი და ზედმეტად ჯენტლმენი ბიჭი არის. თავიდანვე ესეთი იყო. Uite gati. Dors ukra. Im geri. არასდროს არ მახსოვს რომ ლუკას როდესმე ეთქვას რომ მე არ გავაკეთებ, ვერ გავაკეთებ, არ გამომივა. 3 წლის ბავშვია, 3-4 წლის ბავშვია ლაპარაკი. ყოველთვის იყო მიზანდასახული და აი პაუზები, როდესაც მქონდა ვთქვათ ახალ სათამაშოს რაღაც ახალ აქტივობას დაუდებდი, მქონდა პაუზა, რომ ბავშვი ეძლებოდა რაღაცა აღიქვა, მომზადებულიყო და ლუკას რეაქცია იყო, რომ ძალიან დაკვირვებით დინჯად უყურებდა ამას და ის რომ ნერვიულობდა ერთი ფაქტი გასცემდა ხოლმე, ცხვირი ენამებოდა. და ხვდებოდით უკვე, რომ ეს არც თუ ისე კარგად იცოდა, არ იყო თავის თავში დარწმუნებული, მაგრამ ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყო და რაც შეიძლება კარგად გამოსულოდა. ყოჩახ, მაგარი გოგო ხარ. მე მგონი მომიგე, ხო? რასაც თამუნასთან, აუდიოვერბალურ თერაპევტთან ბავშვი მოისმენს, აღიქვამს, რასაც მეტყველების თერაპევტთან წარმოთქვამს და ისწავლის, ჩემთან, როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, თამაში ახდენს ამ უნარების გამოვლენას, კიდევ ერთხელ გამეორებას და პრაქტიკულ ნაწილში გადატანას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუსიკათერაპიის დანერგვა. ეს საკმაოდ ისეთი ფუფუნება არის, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა, თავის ცენტრში კონდეს, ვთქვათ, მუსიკათერაპია და შევძელით ეს ქალბატონი მარინა ალთუნაშვილი გერმანიაში ბრძანდებოდა მაშინ და მოწვევით ჩამოყავდა საქართველოში და ჩვენთან გადიოდა თერაპიებს, ასევე ჩაუტარეთ ტრენინგები ჩვენს მუსიკათერაპევტებს და დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ მუსიკათერაპიას ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია ჩვენი ბავშვების განვითარებაში და ზოგადად შედეგის მიღწევაში. მუსიკათერაპია მე ვფიქრობ, რომ ცხოვრების ხარისხს ზრდის და ყოველდღიურობაში ჩანს ეს ისინი უფრო თამამები ხდებიან, უფრო გახსნილები და მხიარულები და რაღაცნაირად სამყაროსთან შეკავშირების გზად იქცევა ხოლმე ხშირად მუსიკა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის ალბათ. ჩვენს ფონდში მუსიკათერაპია ეფუძნება ნორდოფ რობინსის მეთოდს, რომელიც არის ესეთი ერთგვარი სტრუქტურული პროცესი, აქვს დასაწყისი და დასასრული ჩარჩოსავით და შუა პროცესი არის მთლიანად იმპროვიზირებული. ბავშვები თავისი სურვილისამებრ ირჩევენ სხვადასხვა ინსტრუმენტს და ეს ინსტრუმენტები არის ძალიან მრავალფეროვანი, გვაქვს ჯემბები, დრამი, თეფში, იქ ჩასაფერი ინსტრუმენტები გვაქვს და ასე შემდეგ. მე ხელმძღვანელობ არტ-თერაპიას. არტ-თერაპია არის ხელოვნებით ფსიქოემოციური პროცესის გამაჯანსაღებელი თერაპია. აქ შედის როგორც ხატვა, ძერწვა, წერა, დრამა, თოჯინები. ბავშვები ისეთ სირთულეებს ძლევენ, ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ და ისეთ თერაპიულ პროცესს და ველს ქმნიან, რომ ჩემთვის როგორც თერაპევტისთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო.
აიაში რო შემიყვანეს ხატვის მასწავლებელთან რაღაცა ჩხაპნიდი რა ფერები და ეს ფერები მომწონდა რა ხო და მე უფრო მომიწონა ეს ხატვა და დავხატე რაღაცები მე გამოვიდა კარგად ხატვა და შემიყვანეს ხატვაზე ეს ხატვა ძალიან სიამოვნებს რა პეიზაჟს ხატვა ბუნებას ან ხეებს ვამუშავებ ეს ძალიან სიამოვნებს გახსენი მიდი სამი ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შევხვდებით ამ ტიპის რეაბილიტაციის ცენტრს, როგორიც არის ფონდი აია. კოხლიარული იმპლანტის მქონე ბავშვების მომსახურებაში ძირითადად ყველა ქვეყანაში არის აუდიოვერბალური თერაპია, ფსიქოლოგი და მეტყველების თერაპია. ანუ აი ეს რო დამატებითი სერვისები, ვთქვათ, მუსიკათერაპია, იქნება არტ თერაპია თუ სპეცპედაგოგის მომსახურება, რაც ჩვენს ფონდში არის. ეს არის ჩვენი ფონდის კეთილი ნება და ხედვა იმის შესახებ, რომ სრულყოფილად მივუდგეთ ბავშვს და შევძლოთ მისი სრული პოტენციალის რეალიზებაში მხარდაჭერა. რაც მთავარია, ფონდი ამ სერვისს ოჯახებს თავაზობს სრულიად უსასყიდლოდ. მინდა გავიხსენო ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მადლიანი და სიყვარულით სავსე დღე, როდესაც მისმა უწმინდესობამ კათოლიკოს პატრიარქმა ინება რომ ფონდი აია დაელოცა. ეს იყო საოცარი დღე ჩვენი ფონდის და ზოგადად თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. როდესაც პირველი მერცხლები, აი ლუკა, გიო, ნანუკა თავის მეგობრებთან ერთად, მშობლებთან ერთად და ჩვენი თერაპევტები მთელი აიას გუნდი ვიყავით უწმინდესთან, როგორი სიყვარულით მიგვიღო უწმინდესმა, როგორ მისცა თითოეულ ბავშვს მის თავისუფლება, რომ ჩახუტებოდნენ მას და რა თქმა უნდა, ეს დალოცვა მშობლებისთვის იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ღვთისა. მშობლები გადიან ურთულეს გზას. მშობლების მხარდაჭერა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ გვყავს ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც ჩვენს მშობლებთან. მშობლების მხარდასაჭერად ჩვენ შევქმნით თერაპიული ჯგუფი, ხვდებით ერთმანეთს, საუბრობთ მათ საჭიროებებზე. ამ ჯგუფის შექმნის მთავარი მიზანი იყო მშობლების გაძლიერება, მხარდაჭერა და ის რომ მათი ხმაც ისმოდეს. თერაპიებზე, როდესაც ჩვენთან მშობელი მოდის, ის ჩართულია მთლიანად პროცესში. ფაქტიურად მოდელირებას, რაც მე მინდა გავაკეთო ბენეფიციართან, უნარების ვაკეთებ ჯერ მშობელთან და შემდეგ ის გადამაქვს ბავშვთან. თერაპიის პროცესი, როდესაც მთავრდება, ჩვენ გვაქვს მშობლის 10 წუთი. ვაძლევთ დავალებებს, გამოვკითხავთ თუ მას ეს ბუნებრივ გარემოში როგორ შეუძლია განავითაროს, როდესაც დაბრუნდება თერაპიულ პროცესზე, უკვე ვიწყებთ ინტერაქციას, რა მოხდა, როგორ გააკეთა, როგორ მოხდა ამა თუ იმ უნარის განვითარება იმ ბუნებრივ გარემოში, რაც ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ თერაპიული პროცესის ბოლო 10 წუთის განმავლობაში. ატაკ. კატა. ეზმ. ზე. ადიგამ. აგიდა. ირინა იყო ერთ-ერთი მშობელი, რომელიც ძალიან ჯანსაღად უდგებოდა თერაპიებს, ძალიან გულწრფელი იყო და ბოლომდე ჩართული იაზრებდა და იღებდა იმ პასუხისგებლობას, რაც სჭირდება თქვათ სმენის არ მქონე ბავშვთან მუშაობას. ირინა იყო, როცა საჭირო იყო დამხმარე, ირინა იყო, როცა საჭირო იყო მხარდამჭერი და ეს ძალიან სასიამოვნო იყო დედის და შვილის ურთიერთობა. დუდა, სათხარ. შენ სათხარ, კოსტა? ვერ გხედავ. საინტერესო ეპიზოდი მოახსენდება ლუკასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ თხოვეთ მას, რომ გაეხმოვანებინა კოსტას პერსონაჟი ჩვენი პროექტის დუდას ფარგლებში. მოკლედ ერთ-ერთ სერიაში ლუკას უნდა ეთქვა კოსტას სათქმელი. და მახსოვს როგორი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდებოდა ამას, იმიტომ რომ რამდენჯერმე წერდა ერთი და იგივე ფრაზას, რომ ჩვენ აგვერჩია საუკეთესო და მაქსიმალურად ბუნებრივი და კარგი გახმოვანებული ყოფილიყო. მე ვიყავი კოსტა. აი ხა როგორც ლაპარაკობ ეგრე ავწევდი, მაგრამ ცოტა ვიცოდი რა ლაპარაკი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დედაჩემი ძალიან მეხმარებოდა.
ჩვენ ფუცელი ქონდა კითხულობდი ან მიმახსოვრებდი ვახმოვანებდი იმ საუნჯში თუ რასაა ხო და მე ვაგდებდით იმას თუ მოეწონებოდა ან კიდე დედაჩემს თუ მოეწონებოდა მოჩებოდით ვაგდავნიდით და თუ არ მოეწონებოდა ძალიან ბეძე ვადიშობდიო კარგი გამოსულიყო გამიხარდა და მე სიამოვნდა ესო გავახმოვან და მოусმინე ჩემი გახმოვანება კარგი იყო ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყვარელი პროექტი არის დუდა, იმიტომ რომ ეს არის საოცარი პროექტი თავისი შინაარსით. ეს პროექტი ემსახურება როგორც ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას, ასევე უფროსებში, მათ მშობლებში და ზოგადად საზოგადოებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას სმენის დაზიანებაზე. ანუ ჩვენ შეგვაქვს წვლილი გარკვეულწილად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. და ამას ვახერხებთ სხვადასხვა აქტივობებით. ვაცნობიერებთ რა, რომ ღირსეული სერვისი არ არსებობს განათლების გარეშე, ანუ შესაბამისი კვალიფიციური კადრის გარეშე, ამიტომაც ვზრუნავთ ამ მიმართულებით, რომ შევქმნათ რესურსები, გავაძლიეროთ სხვადასხვა პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა სისტემაში ხვდებიან სმენის დაზიანების მქონე ბავშვს და ასევე თავისი ურთიერთობებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. ფონდი აია ცდილობს ამოავსოს ის სიცარიელე, ასე ვთქვათ, რომელიც ამ დარგში გვაქვს. ფონდი არის სივრცე, სადაც სიხარულით მოვდივარ და ძალიან პოზიტიური გარემოა. როგორც გუნდის მხრიდან, ისე ვთქვათ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისთანაც გვაქვს საერთოდ ურთიერთობა საბედნიეროდ, ვისაც ჩვენ ვაწვდით სერვისს. აი ეს პროცესები, რომელიც თან ახლავს ის წარმატებები ზოგადად ამ პროცესებს ბავშვებთან მიმართებაში, ერთია რომ მე ძალიან მზრდის როგორც პროფესიონალურად, ამაყივარ და მაბედნიერებს როგორც ადამიანი, რომ მათ შემდგარს და წარმატებულს ვხედავ საბოლოოდ. ჩემთვის ძალიან ღირებული არის აქ ყოფნა. მეც მაქვს ჩემი პირადი გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ძალიან კარგად მესმის იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას და ახლა იწყებენ თავიანთი ნაბიჯების გადადგმას. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მათ მხარი დავუჭირო ამ ცხოვრების ეტაპების განმავლობაში. ჩვენი ბავშვებისთვის ალბათ, არა მხოლოდ ჩვენი ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვისაც შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე სახლია, სადაც მოდიან თავიანთი გასაჭირით, თავიანთი სიხარულით და ხდება ამ ყველაფრის ერთმანეთში გაზიარება, გაცვლა, გამოცვლა და ერთი ოჯახი ვართ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღე ხედავ, როგორ იცვლება ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგი დადო ლუკამ. ის არის ძალიან წარმატებული დღეს. მცხვիր დანამული, შეშინებული პატარა ბიჭისგან გახდა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემა არ არის, ყველაფერს შეძლებს. რა პრობლემაა? 20,000-მდე მეტ ადამიანს მოგემსახურეთ ამ 10 წლის განმავლობაში. და ის შედეგები, რომელსაც ფონდი დებს ოჯახებთან მიმართებაში, ეს არის გაძლიერებული ოჯახი, კომპეტენტური ადამიანები ბავშვის აღზრდაში. ანუ ეს არის ინვესტირება ჯანსაღ ურთიერთობებში, ეს არის ინვესტირება იმ ადამიანებში, რომლებიც ჩვენი მომავალია. 10 წლის იუბილე მინდა მიულოცო ფონდა აიას იმ ადამიანებს, ვინც შექმნა აქ იმედი, ესენი არიან არაჩვეულებრივი სპეციალისტები და რაც მთავარია არაჩვეულებრივი ადამიანები. მათ უყვართ ის საქმე, რასაც ემსახურებიან და არიან მაქსიმალურად იხარჯებიან ამ საქმეში. მე მათ მინდა უსურვო წარმატება, მინდა იცოდეს თითოეულმა მათგანმა, რომ მათი განვითარებისთვის, მათი წინსვლისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მინდა მიულოცო ჩვენს ბენეფიციარებს, რა თქმა უნდა, იმ უსაყვარლეს ადამიანებს, ვინც მართლა სიხარულით მოდიან ჩვენთან და წასვლა არ უნდათ აქედან. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ კარგად ვიქცევით, ხო? და მათთვის ისეთ გარემოს ვქმნით, რაც მათ სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს. მე მინდა შეგაგაცნო, აი ეს პატარები, რომლებიც შენ შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან. შენი კურსელებიც რომ მოვიყვანოთ და ერთად შევქმნათ დიდი ზეიმი. რა სიტყვი? სასემეს იქნება, კარგი იქნება ძალიან. კარგია. განახვა ხარ? კი. ძალიან რომ მიყვარხარ, ხო იცი? კი.
მეც. და მინდა რომ ბედნიერი ადამიანი იყო. ასეც იქნება. და ეს ჩემი აზრით ჩემი თავი არის სერიოზული მხიარი და ბედნიერი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ასრულებს. აი ეს დამსახურება, ეს ეს მინდა რომ წავიდნენ ჩემნაირი ბავშვები და უფრო წარმატებას მიაღწიონ. და მინდა რომ ძალიან ძლიერი იყვნენ ჩემნაირი ადამიანები. ჩემი აზრით გამარჯვებული ვარ, უკვე ვიცი რა პარკი, უკვე მესმის ბუნებრივი ხმები. ის ხმები უყვარს. ზღვის ჩიტის აი ბუნებრივი ხმები რაც არის რა. და ძალიან სიამოვნებს. ამ საყურებში ცხოვრობ.